გესალმებათ ბრიუსელიდან ჩვენ Bridge Builders-ის ფარგლებში ვიმყოფებით, რომელიც ქართულ იმიგრანტებს ერთმანეთთან აკავშირებს. რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე და არავის არ სურსო თავის სამშობლოდან ასე შორს იყოს. ეს არის იძულებითი და არა უბრალოდ რაღაცა ერთ დღესაც გაიღვიძეს და აღარ მინდა საქართველოში ყოფნა და აღარ მიყვარს ჩემი ქვეყანა. ხო, ასე არ არის. მე გადავწყვეტ რომ ინდიასთან ერთად რომელმაც ტექსტი დაწერა, შეგვექნა ერთობლივად რაღაც ძალიან საინტერესო სიმღერა, რომელიც იქნებოდა ერთგვარი ჰიმნი ამ ჩვენი ურთიერთობების ჩვენი ემიგრანტებისთვის, რომ რაღაც ერთად ვართ, მიუხედავად რომ შეიძლება ბევრი 1000 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ, მაინც საქართველოს ნაწილი არიან და პირიქით ძალიან ხშირად ისინი უფრო ბევრ საქმეს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის. დავას სპოილერი ხალხი ჯერ არ გამოსულა, მაგრამ ძალიან კარგი გამოდის. Roța ureța evidens durodes atzartos la suliquela ardelsidens ხიდების მშენებლების სწორედ ეს არის რომ საზღვარგარეთ გაბნეული ქართველები დააკავშირონ ერთმანეთთან და ეს რაღაცა შეაკავშირონ მოკლედ მათ შორის ევროპაში, ამერიკაში მცხოვრები ადამიანები. ჩვენ რაღაცა თქმენი გვაქვს და აი სათქმელს მალე მოისმენს მაყურებელი და მსმენელი. საქართველოს ჩაგაქვთ მასთან ნაწილობრივ შეიძლება. და ყოველი ღონისძიება, რომელშიც ამ პროექტის ფარგლებში ვიღებ მონაწილეობას, მაჩვენებს და მახვედრებს იმ ქართველებს, რომლებსაც ნამდვილად უყვართ საქართველო. Artaimi მოგესალმებათ ბრიუსელიდან ჩვენ Bridge Builders-ის ფარგლებში ვიმყოფებით, რომელიც ქართულ იმიგრანტებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამიტომაც დღეს ვეცდები რომ საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ, იქნება stand-up show, ქართული მუსიკოსების შეხვედრა იმიგრანტებთან, მოკლედ გულის დამაჩუყებელი და ძალიან საინტერესო გადაცემა გავაკეთებთ წინ. Ჩვენი გადაცემის სტუმარია ხიდების მშენებლების წევრი თეონა ყილაძე. მოგესალმებით თეონა. მოგესალმებით. ძალიან მიხარია შენთან ერთად შეხვედრა და მოგზაურობა ევროპის მასშტაბით. ჩვენს მაყურებელს მინდა ამჯერად ბრიუსელთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების შესახებ გაუზიაროთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ იყო დაგეგმილი, პანელური შეხვედრები, კონცერტი და ასე შემდეგ, მაგრამ მინდა რომ შენ უფრო მეტად ზოგადად მიაწოდო ინფორმაცია მათ თუ რა ხდება ახლა ბრიუსელში. მადლობა თათა, ძალიან ამაღელვებელი იყო დაგეგმვის ნაწილიც და მოკლედ ის ადამიანების, რომლებიც არიან ჩართულები მათთან კომუნიკაციაც. ჩვენ გვქონდა პანელური დისკუსიები, მედია პანელი იყო, ასევე თვითონ საორგანიზაციო ნაწილის გაცნობითი შეხვედრა იყო აქაურ ემიგრაციასთან. ასევე ჩვენ ყავს პარტნიორი Promote Georgia, რომელიც გვეხმარებოდა ამ საკითხების ორგანიზებაში და მათი ნაწილიც იყო და საღამოს შემდეგ stand-up-ი და უკვე მუსიკოსების არჩეულებრივი საღამო, რომელთაც დასრულდა საბოლოოდ, ანუ ეს შეხვედრა. ჩვენ შემდეგი აქტივობა გვაქვს ძალიან საინტერესო ექსკურსია ემიგრანტი ბავშვებისთვის, ანუ შარშანაც ჰქონდა ესეთი გამოცდილება, რომ ემიგრაციაში მყოფ ბავშვებს ვახვედრებთ არასრულწლოვნებს 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებს საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებთან და ერთად საქართველოს გარშემო მოგზაურობენ. ისინი იცნობენ საქართველოს კულტურას, მათ ასე იდენტობასთან დაკავშირებით აქვს სხვადასხვა შეხვედრები, საინტერესო ექსკურსია მცხოვრებთან, გიდებთან ერთად და მოკლედ ასევე ისეთ აქტივობებში არიან ჩართულები, აი თონე როგორ მზადდება, პური როგორ ცხება, ჩურჩხელა როგორ ივლება, საქართველოს ჩაგაქვთ მასთან ნაწილობრივ შეიძლება. და ძალიან ამაღელვებელი იყო შარშან და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელს ორ ნაწილად გვაქვს, ანუ ორი ბანაკი გვექნება და ძალიან საინტერესო ახალგაზრდებს ველოდებით ემიგრაციიდან. ძალიან საინტერესო მართლაც და ასევე ზოგადად აი ამ პროექტის ფარგლებში მინდა რომ რამოდენიმე თუნდაც ისტორია გაიხსენო, იმიტომ რომ ვიცი რომ არის გულის დამაჩუყებელი кейსები, ძალიან მნიშვნელოვანი არის მართლაც ჩვენი მათთან კომუნიკაცია და ასევე ჩვენს მაყურებელს მინდა რომ შენ რადგან ძალიან ხშირად გიწევს მათთან პირადი შეხვედრები და მოსმენ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ არაერთი ადამიანი 20 წლის განმავლობაში ვერ ხვდებოდა ერთმანეთს და აი ამ პროექტმა რაღაცნაირად შეახვედრა, ვინც არ უნახავთ ისიც კი ერთმანეთთან მოკლედ ძალიან მოთამაშობელი ისტორიებით იყო სავსე და გაგვიზიარე მოკლედ ესეთი ამბები აი ამ პროექტთან რა ახლავს აი ამ კუთხით. კი ბატონო, აი
ჩემს გამოცდილებაზე რომ თქვა, მე სტრასბურგში მქონდა შემოდგომაზე ღონისძიება, სადაც 15 წლის უნახავი კლასელი ვნახე და ჩემთვის იყო ძალიან ამაღელვებელი ეს, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვს საქართველოში ჩამოსვლის უფლება მოპოვებული ჯერ, შესაბამისად ისინი ვერ ხვდებიან თავის ახლობლებს და ეს ხიდების მშენებლების სწორედ ეს არის, რომ საზღვარგარეთ გაბნეული ქართველები დააკავშირონ ერთმანეთთან და ეს რაღაცა შეაკავშირონ, მოკლედ მათ შორის ევროპაში, ამერიკაში მცხოვრები ადამიანები და სხვათა შორის აი ისევ ბანაკის ნაწილს მინდა დაუბრუნდე, ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი, რომ მეორე თაობის ემიგრანტებს ძირითადად აქვთ ენის ბარიერი, ანუ ჩვენ ბანაკში ყავდა ბავშვები, რომლებმაც არ იცოდნენ ქართული და 10 დღის შემდეგ უკვე მათ ქართულად რაღაც თავის ახლოს და გვარს კითხულობდნენ, მოკლედ გარკვეული სიტყვები იცოდნენ და ძალიან ისეთ შეკავშირდნენ, მოკლედ იგრძნეს, რომ მათი სამშობლო იყო საქართველო. სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა იმ რუტინული დღეების ფარგლებში, რომელიც ემიგრაციაში აქვს მათ მშობლებს, ანუ ვერ ახერხებენ ბუნებრივია, რომ ეს სიღრმისეულად ასწავლონ ქართული და ამიტომ ეს პროექტი ეხმარება ერთმანეთის აღმოჩენაში, ერთმანეთის ნახვაში და მოკლედ ძალიან ისეთი ამაღელვებელი შეხვედრებია ხოლმე. ეხლაც ბრიუსელში ვნახე ადამიანები, რომლებსაც ძალიან ბევრი წელი არ შევხვედრივა პირადად მე და ასევე მაგალითად ჩვენმა თანამშრომელს მისი ლექტორი ნახაძველი და ხო, ესეთი საინტერესო იყო ძალიან მოკლედ. საინტერესოა ხოლმე ესეთი კონტაქტები და ესეთი ურთიერთობები. ნამდვილად ასე არის და მათგან ყოველთვის იგრძნობა საქართველოს სიყვარული, რომელიც არასდროს რა თქმა უნდა არ განელდება და მე ძალიან მიხარია, რომ ხედავ ამ ემოციებს ჩემი საკუთარი თვალით და ჩვენს მაყურებელსაც ვეცდები, რომ რაღაცნაირად ვაჩვენო და ასევე ვინც იმყოფება ემიგრაციაში, აუცილებლად ვურჩევ, რომ ამ პროექტის ფარგლებში მოვიდეს ჩვენთან, დაგვიახლოვდეს, ჩაგვეხუტოს და გაუზიაროთ ერთმანეთს სიყვარული, რომელიც საქართველოს წამოიღო. იმიტომ რომ მე გარი კიდევ რაღაცა რომელიც ენატრება და უყვარს. ნამდვილად ესეა. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები და დარწმუნებაა ძალიან ბევრი წარმატებაც იქნება კიდევ წინ. შემდეგი სტუმარია ლეონ ლაუდაძე, ჩემი მეუღლე, რომელსაც ყოველთვის ვსარგებლობ ხოლმე და ინტერვიუზე ვითანხმებ. ევროპის ფარგლებში ჩვენ ერთად მოგზაურობთ, როდესაც Bridge Builders-ი აორგანიზებს ამ პროექტებს და ზოგადად არა მხოლოდ ბრიუსელზე, ჩვენ ახლა ბრიუსელში ვიყავით, მაგრამ ზოგადად მინდა რაღაცნაირად ჩვენს მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია, რატო არის მნიშვნელოვანი და რატო იყო მნიშვნელოვანი ყველა ეს შეხვედრა ემიგრაციასთან. რას გრძნობს შენ მათთან შეხვედრის დროს? მე კიდევ ვინახე ჩემი თვალით ყველაფერი, მაგრამ ჩვენს მაყურებელს მინდა რომ გაუზიარო აი ეს შიდა სინერგია, რომელიც ემიგრაციასთან ურთიერთობის დროს აი ამ ყველაფერს თან ახლავს. გამარჯობა. მიხარია რომ კიდევ ერთხელ ვარ შენს გადაცემაში. იცი რა არის ყოველი ღონისძიება, რომელშიც ამ პროექტის ფარგლებში ვიღებ მონაწილეობას, მაჩვენებს და მახვედრებს იმ ქართველებს, რომლებსაც ნამდვილად უყვართ საქართველო რა. ნამდვილ სიყვარულში გულისხმობ იმას, რომ ძალიან წესიერები, მშრომელები, გააზრებული აქვთ ის ტვირთიც
რომ აქ არიან და ეს რა თქმა უნდა ტვირთი არის. არავის არ სურს, რომ თავის სამშობლოდან, აი ხა რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე და არავის არ სურს, რომ თავის სამშობლოდან ასე შორს იყოს. ეს არის იძულებითი და არა უბრალოდ რაღაცა ერთ დღესაც გაიღვიძეს და აღარ მინდა საქართველოში ყოფნა და აღარ მიყვარს ჩემი ქვეყანა. ხო, ასე არ არის. ის არ ვიცი, ნებისმიერ ქუჩა ადამიანებს რო თავი დავანებოთ, არის იმხელა ესეთი დანაკლისის და შემდეგ ნოსტალგიის მატარებელი, რომ არ ვიცი, ძალიან რთულია, ბოლომდე ძალიან რთულია გავიგოთ რა ხდება მათ ტვინში, მათ გულში. და რასაც აგვცნობთ, აი ეს სამშობლოს სიყვარულის გადმოტანა ჩვენდამი. ვინც თქვა ვიღებთ მონაწილეობას, არ აქვს მნიშვნელობა სტენდაფერები, მუსიკოსები, პანელზე, დისკუსიების დროსაც და იმხელა ემოციების და იმხელა სინერგია იქნება შემდეგ რა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ მათაც და ჩვენც დიდი ხანი გავყვება კიდე. და ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ აქ მყოფმა ემიგრანტებმა ძალიან ბევრმა აქ გაიცნო ერთმანეთი და სწორედ ეს არის ხიდები არა მარტო საქართველოსა და დასავლურ ცივილიზაციას შორის, ხო? არამედ ქართული ემიგრაციის გაძლიერების მთავარი, ასე ვთქვათ, ფორმულა არის, რომ სწორი ღირებულებების ადამიანებმა ერთმანეთი გაიცნონ და მათ შექმნან სწორედ აქ ძალიან ესეთი, როგორ თქვა, ოჯახური გარემო და უფრო მეტად გააძლიერებთ ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ რა და ისინი რო გაძლიერდებიან უფრო მეტად შესაბამისად რა თქმა უნდა ქვეყნისადმი მათი ასე ვთქვათ განწყობაც უფრო მყარი გახდება და უფრო თავდაჯერებულები გახდებიან რომ მათ იმაზე მეტი შეუძლიათ ვიდრე უბრალოდ თუნდაც არ ვიცი ფინანსების გაგზავნა არის ახლობლებთან. ნამდვილად ჭირდება ჩვენ ერთმანეთის გაძლიერება ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლოს მინდა ასევე ვიტყვი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ყველა ჩართულობა, ყველა ადამიანის ზოგადად, მაგრამ მუსიკას რატომ აქვს განსაკუთრებული ძალა, როდესაც შეუძლია უფრო მეტად მასშტაბური იყოს და რაღაცნაირად უფრო ბევრ ადამიანთან მივიდეს. აი ეს მუსიკის გავლენა მოკლედ კარგი გაგებით. მუსიკას უსმენს ყველა. და არ აქვს მნიშვნელობა როგორ მუსიკას, ხო? ანუ მუსიკა დღეში ერთხელ ყველას ყურსასმენში თუ არ ვიცი, ყურში შემთხვევით თუნდაც ქუჩაში. ვფიქრობ, რომ მუსიკას ის აქვს ეს გამაერთიანებელი ძალა, თუნდაც ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან ერთმანეთს, სწორედ მათი გაერთიანება მოხდეს, იმიტომ რომ ამ ორივე განსხვავებულმა ადამიანმა ძალიან კარგი დრო გაატაროს, ძალიან კარგი ემოციები მიიღოს ერთად, ვთქვათ, მუსიკით, ხო? ამიტომაც და მუსიკის ძალა არ არის მარტო უბრალოდ მუსიკალური მხარე. მე ვთვლი, რომ ხელოვანის მთავარი დანიშნულება არის, რომ იყოს ხალხთან. თუ ხელოვანი არ არის ხალხთან, მაშინ ის არ არის ხელოვანი, ის არის რაღაცა ალბათ ეგოისტი ადამიანი, რომელსაც არ სურს, რომ თავისი ეს ნიჭი და შექმნილი კომპოზიციები თუ მხატვრობა თუ არ ვიცი, გაუზიაროს ადამიანებს. ამიტომაც მთავარი დანიშნულება არის ადამიანებთან ყოფნა და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დანიშნულებას ნაწილობრივ ვასრულებ, იმიტომ რომ აქ ყოფნა ნამდვილად არის ეს ყველაფერი ჩემთვის, ის უშუალობა, რაც მოდის ადამიანებისგან და მეც ბიძგს მაძლევს, რომ ვიყო უშუალო და ვიყო ერთი რიგითი ადამიანი მათ შორის. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, შენი მედია ძალიან ბევრი არ ვლაპარაკე. ძალიან კარგი იყო, შეგვიძლია ცალკე გავაგრძელოთ საუბარი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ენერგია, რომელიც აიმიგრანტებთან შეხვედრის დროს გვეუფლება, ჩვენ ერთმანეთს უნდა გავაძლიეროთ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროფესიის ადამიანის ჩართულობა და შენც მადლობა, რომ ჩართული ხარ ამ პროექტში. მეც ჩემებურად ჩემი გადაცემით მოკლედ ვცდილობ, რომ ჩვენს მაყურებელს ვაჩვენო თუ რა ხდება ამ პროექტის ფარგლებში ემიგრანტებთან შეხვედრის დროს. დიდი მადლობა. Days are passing by, nights are passing through. I will grow up, you have my word. Just don't let go and keep it hard. I'll be your ghost. I'll be your ghost. Tornam supnela, esitive agua nevestas. God's left out. ჩვენი გადაცემის სტუმარია მე ბონიცუბიძე, მოგესალმები.
მადლობა რომ გითხოვთ დროს, ძალიან დაღლილი ხარ სავარაუდოდ და მოგზაურობთ. ბედნიერი. დაგულობას ვერ გძნობ. ჩვენს მაყურებელს მინდა რა გავუსია, რომ პირველად იღებ მონაწილეობას Bridge Builders-ის აი ამ პროექტში. ჩემი გადაცემის მაყურებელმა იცის და არაერთხელ ყოფილა ჩვენთან ერთად ჩემი მაყურებელი, ზუსტად ჩვენ ვიყავით სტრასბურგშიც, ესტონეთშიც, ამერიკაშიც იყვნენ. დღეს უკვე ბრიუსელში. და ზოგადად მინდა რა მათ ვესაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ემიგრაციასთან მსგავსი კომუნიკაცია, შენი საქმის ჩასვლათან და ასე მათთან ერთად ურთიერთობა და ემოციების გაზიარება. მადლობა. ძალიან კაი კონცერტი გქონდა მართლა, აი დაღლილი შეიძლება ვიყო, მაგრამ საერთოდ მაგაზე არ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვზოვ თავს. ხიდების შესახებ გავიგე, ლევანს და ნიკას სულ ადევნებდი თვალს, ჩემი მეგობრები არიან შენ იცი და მერე გადავწყვეტ რომ ინდიასთან ერთად რომელმაც ტექსტი დაწერა შეგვექნა ერთობლივად რაღაც ძალიან საინტერესო სიმღერა რომელიც იქნებოდა ერთგვარი ჰიმნი ამ ჩვენი ურთიერთობების ჩვენი ემიგრანტებისთვის რომ რაღაც ერთად ვართ მიუხედავად რომ შეიძლება ბევრი 1000 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ მაინც საქართველოს ნაწილი არიან და პირიქით ძალიან ხშირად ისინი უფრო ბევრ საქმეს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის მე თვითონ 3 წელი ვცხოვრობდი საფრანგეთში და ვიც მაშინთან პატარა ვიყავი და ძალიან მენატრებოდა საქართველოს მართლა იმიტომ რომ რაღაცა ის სხვანაირი შეგრძნებაა რა, როცა სხვა ქვეყანაში ცხოვრობ. დადიხარ სხვა საზოგადოებაში, სხვა ხალხთან, ამიტომ ვიცი რომ მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ძალიან ხშირად როცა ბევრი წელი ადამიანი სხვაგან ცხოვრობს, სხვანაირად ხედავს შენ სამშობლოს, ან რა ხდება აქ და შენც როცა იქ ჩადიხარ და ელაპარაკები იმ ადამიანს, ვინც შენი ქვეყნის შვილი, ასევე სხვანაირად იგებ რაღაცებს. ამიტომ ეს კულტურული შეკრებები და გაცვლა, იდეების აზრები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველაზე ღირებული და ყველაზე მთავარი არის ის, რომ დღეს საქართველოს არ დაკარგოს ის მთავარი ღირებულებები, რაც დასავლურ საზოგადოებას აქვს. ადამიანის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ჩვენ რეალურად ამისთვის ვიბრძვით და ამისთვის ვართ აქ, რომ ამაზე ვისაუბროთ და გავცვალოთ ეს იდეები ერთმანეთში. ნამდვილად ასეა, მუსიკას აქვს ის ძალა, რომელსაც შეუძლია რომ ყველასთან მივიდეს ემოციური კავშირი იგრძნონ და ეს მათი სინერგია გარდაიქმნება ხოლმე ზოგჯერ ძალიან ბევრის მოქმედად და მკმელად. ჰიმნთან დაკავშირებითაც მაინტერესებს, ჰიმნი ქვია თუ უბრალოდ რაღაც სიმღერა არის ემიგრანტების. დავას სპოილერი ხალხი ჯერ არ გამოსულა, მაგრამ ძალიან კარგი გამოდის. კი, ძალიან კარგი გამოდის და აი ამის შესახებაც ცოტა გაგვიზია რომ ინფორმაცია ის იყო არაოფიციალური ესე რომ თქვა ნამუშევრის წარდგენა ამ შემთხვევაში და ეს იყო ექსკლუზიურად. ხო, ეს რადგან იყო მათთვის პირველად შესრულდა, მაგრამ აი ეს სამუშაო პროცესი როგორ გადანაწილდა ეს ხმები და მე რა გამოვა საბოლოოდ და როდის გამოვა? ხო, მოგეთ მე ახლა ჩავერთე ბრიუსელში, მაგრამ ინდია, ლევანი, ნიკა სხვა ქალაქებშიც იყვნენ, სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებსაც შეხვდნენ და მათ გაჩნდა იდეა ინდიას და ბიჭებს გავუშვათ, რომ გაეკეთებინათ სიმღერა, რომელიც იქნებოდა რაღაც ამ ყველაფრის ერთგვარი ჰიმნი შეიძლება არ არის სწორი სიტყვა, მაგრამ რაღაცა შემაჯამებელი გამომხატველი ამ პროცესების და ამ ურთიერთობის და ამ ხიდების შენების. შესაბამისად, მინდია რომელიც არაჩვეულებრივად წერს ყველაფერს, არა მხოლოდ სიმღერის ტექსტებს, დაწერა რაღაც ტექსტი და ნუ ლევანი და ნიკა, როცა სტუდია იყო, ჩემ სტუდიაში ჩემთან მოვიდნენ, იმიტომ რომ მეგობრები ვართ და დავიწყეთ სიმღერების კეთება, სამ სიმღერის კეთება, რომელიც ძალიან კარგი გამოდის. თუმცა მე გვინდა რომ ჩართოთ, მეც მინდა რომ ვიმღერო, სოფოც გვინდა რომ იყოს ჩართული ბათილაშვილი და ზოგადად გვინდა რომ ეს იყოს რაღაც ისეთი სიმღერა, სადაც ბევრი მუსიკოსი ჩაერთვება. თავისი სათქმელით, იმიტომ რომ ეს სიმღერა არ არის რაღაც ერთი მუსიკოსის ან ერთი ადამიანის, ეს არის მუსიკოსების სათქმელი, იმიტომ რომ დაფიქრდე ხა მუსიკა არის თავისუფლება პირველ რიგში. შეუძლებელია არ იყო თავისუფალი და იყო მუსიკოსი. იმიტომ რომ ან არ გინდოდეს რომ იყო თავისუფალი, ხო? კი ბატონო. და ამიტომ ეს არის სიმღერა თავისუფლებაზე და ჩვენ მოკლედ ნახავთ ეხა ეს სიტყვები ძალიან მიჭირს იმის თქმა როგორი არის ეს სიმღერა, მაგრამ მაგარი არის, იმიტომ რომ კარგი ხალხი ვაკეთებთ. კი, ნამდვილად და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ თქვენ ყველანი უბრალოდ თქვენი კეთილი გულით და სურვილებით ხართ ჩართულები და ეს არ არის ფინანსურ ასე რომ თქვა კომუნიკაციასთან დაკავშირებული და ესეც და ის შრომაც ძალიან ბევრს ნიშნავს, ასე რომ ვიცი რა ეს თქვენი ნამდვილი გული, ამ სიმღერას რა ქვია მეგულები, აი მართლა გულით არის გაკეთებული და ესეც მინდა რომ ხო, ესეც მინდა რომ აღმენიშნო. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შემოქმედება და მუსიკა, ეხლა მე მუსიკოსებზე ვისაუბრებ, რომ მუსიკოსი ვარ, არ არის მხოლოდ რაღაცის დაკვრა და რაღაც სიმღერა. აუცილებლად რაღაც სათქმელი უნდა თქვა, იმიტომ რომ სათქმელის გარეშე ყველაფერი ყალბია და ყალბი მუსიკა არ არის კარგი და ჩვენ რაღაც სათქმელი გვაქვს და აი ამ სათქმელს მალე მოისმენს მაყურებელი და მსმენელი.
წარმატებები მოგდაგისურვოთ და მეგული მიგრძნობს, რომ ევროპის ფარგლებში კიდევ არაერთხელ გაჟღერდება ეს სიმღერა და ძალიან ბევრი ადამიანთან მივა გულში მიაღწევს მოკლედ. დიდი მადლობა. It's big dance, big dance, to goნება საქმეს to ქალაქებს to ლობიცებს და ეუბნები თავს რომ ადვილად წაში დაიჭერე წერილშიდან და წაიკითხავ to ასოთე და ჩაქრეს შენი ჟირი და რომ ეგულები უდან გახსოვდეს როდის ხარ მარტო როცა უყურებს სახელიდებს თუ როდესაც არტოს და სული ყველა პარდელს იდებს როდის ხარ ახლოს როცა სიშორ